მე ამ საქმეში როდესაც შევდივარ, მაშინ სულ უნდა მახსოვდეს მე არ აღმოვჩნდე დრაკონის მხარეს. მე სულ წმინდა გიორგის მხარეს უნდა ვიყო. ეს ხატი სულ ამას უნდა გვახსენებდეს. სხვათა შორის მამაო და სხვათა შორის თქვენ გაქვთ ამის თქმის უფლება, იმიტომ რომ ძალიან მაგარი რაღაცები შეიძლება თუ ადამიანს აპატიოთ და ძალიან მაგარი ხართ ამ ხრივ მართლა ბადალი არ გყავთ და დიდი მადლობა ამ ყველაფრისათვის. და ამაინტერესებს იცით რომ დაიჯერებენ ამას ადამიანებს. ეხლა რა უნდა ეპატიოს და არა როგორ არ დაიჯერენ, იმიტომ რომ ეხლა არ მინდა რომ ტელევიზორში თქვა, იმიტომ რომ ყველაზე საუკეთესო ვინც კი გაგაჩნდათ, რომელიც გარდაიცვალა ის ადამიანი, მის კვლელს აპატიეთ პირადად და მადლობა ამისათვის. რა ვიცი, ყველაზე დიდი მაგალითი ამით ხართ თქვენ ჩემთვის, რომ თქვენი გარდაცვლილი შვილი, რომელიც რაღაცა ნუ ამის გამო მე ხო დიახ მე ამას არ ვიტყვი სხვაგან კიდე და თუ შეიძლება მამაო აი რა უნდა ვაპატიოთ და რა არა აი ხო არის რომ რაღაცა სიტყვაზე რომ აუ ძალიან დიდი ბოდიში რო კი არ მე კი არ ვიცი რა უნდა ყველაფერი უნდა აპატიო ხო მაგრამ რის პატიების უფლება გვაქვს ჩვენ ეს ჩვეულებრივი ვიცით აი გამოცდილებიდან იმიტომ რომ ჩვენ საზოგადოების წევრები ვართ საძმოს წევრი ვართ წყნოსობა გვარგუნა უფალმა იქ ჩვენი სამუშაო გვაქვს იქ ავადმყოფის ბედი გაქვს ჩაბარებული იქ მთელი ადამიანების ბედი რაღაცას აი ხიდს აშენებ მე არ ვიცი აი მეტი პასუხისმგებლობა რაღა უნდა იყოს ხო მაგრამ მე იცით რომ მაქვს დამოკიდებულება ასეთი რომ მე რისი პატიების უფლება მაქვს ხო აი თუ შეიძლება რომ ეს არ არის ის მე შენდობის ლოცვას რას ვკითხულობ ბოდი იქაც უნდა გაითვალისწინოს ეს მაინც იმას ვის ახსარებაზე მიდის რომ თუკი ჩვენ პირადად მოგვაყენეს შეურაცხყოფა ხო აი როცა ჩვენ შეგვნერწყმეს რომ ის სიტყვა რო არ ვთქვა არ მიყვარს ძალიან ესეთ სიტყვები ხო როცა ჩვენ გაგვილაწუნეს სახეში, კომბალი ჩაგვარტყეს თავში. როდესაც ჩვენ მოგვპარეს, გაგვძარცვეს, როდესაც ჩვენი კარიერული კიბე დაგვინგრიეს და ვეღარ მიდიხარ ვერსად, როდესაც სუნთქვის საშუალებას არ გაძლევ. და შენ როცა გეხება, კი შენ ამას ყველაფერს აკეთებს სამშობლოსთვის, ოჯახისთვის, ღმერთისთვის, ახლობლებისთვის, მაგრამ ხომ შენ გაგიკეთეს და ახლა არავინ არ თქვას პირველ რიგში შენ გტკივა ეს, ხო? პირადად შენ. აი, უფლება გააქვს. მთელი ეს შეურაცხყოფა, მთელი სული და გულით აპატიო. მაგრამ როდესაც მოდიან და უნდათ რომ მე ვაპატიო თასეთი კეთილი ჩემს გარდა თურმე ყველა ყოფილა თურმე უნდა ვაპატიო ჩემი სამშობლოს მტერს გამყიდველს ჩემი ილია მართლის მკვლელს ჩემი ეკლესიის შეურაცხყოფელს გამძარცველს იმან ვინც თავისი უგუნურებით რაღაც იმისთანა შეურაცხყოფა მიაყენა დედაღვთისმშობელს ხო ჩვენ ნახეთ ან რას ხატავენ ან რას აკეთებენ ადამიანები მე ვეუბნები ხოლმე მე არანაირი მორალური უფლება არ მაქვს რომ იმათ ვაპატიო იმათ პასუხი უნდა აგონი ამის წინაშე და ჩვენ რატომღაც გამოჩნდებიან კეთილი ადამიანები და ამბობენ რომ ვაი მე ღმერთმა აპატიოს არა და ლაპარაკი ამაზე რომ სამწუხაროდ ხდება ასე რომ ვიღაც ახალგაზრდა მეორე ახალგაზრდა მოკლა და ვაიმე ცოდვა 22 წლის იცით რა აი მოკლული ახალგაზრდის მამამ დედამ ძმამ და დამაპატიონ და მე როგორ ვაპატიო თქვენ პირადი თუმცა მე სიტყვით უნდა ვუთხრ რა თქვენი პირადი ხო აპატიო იმიტომ რომ შენია შენ ხარ და დიახ ოლღა ჭავჭავაძემ მიუტევა მაგრამ მე არსად არ მინახია სიცოცხლის მანძილზე ამ უდიდეს ქალბატონს ეს ხათა შორის რა თქვა იცი ჩემი შვილია სხვანაირი იყო მართლა სხვანაირი შვილი ყავდა არ ვამბობ და ის ვაპატიებდაო და მაგიტომ აპატია მამა მაგრამ სხვათა შორის ხო აი ხატის გამძარცვას მამა რომელიც ძალიან მოხშირდა რომ ეკლესიებს ესე ძარცვავენ და რაღაც არ მინდა ეხ ჩაუღნავდე ვინაიდან და რაღაცა ხო ეს ქრისტიანი არ არის თქვენ რა უფლება იმას აპატიებენ ხოლმე და იცით პატიება რა არის აი რას იღებ შენ თავზე ო კარგი არაუშავს არა შენ ამაზე პასუხისმგებელი არ ახარო რაზე არ არის პასუხისმგებელი მე დავიტიე ის რომ მე რაღაცა
დამსაჯეს და ხელი მომაჭრეს თავში, რაც გამიკეთეს, ხო? ეს ვაპატიე, მაგრამ აი ჩემს გვერდით რო არის მოყვასი. აი იქ მე სულ სხვა ეპიდემიას მივცემდი, სულ სხვა რამეს გავაკეთე, მე მახსოვს ერთი არა, ხუნად განახოთ მამაო სინანული მაშინ. არა, სინანული თუ განახოთ, კიდე შეიძლება სხვა. რა თქმა უნდა, ეს უკვე შემდეგი თემაა და იმე გეტყვით. ერთ-ერთი. ეხლა რაზე ვსაუბრობთ, ადამიანები ვერ მიხვდებიან, მამა, უბრალოდ ერთ-ერთ ეკლესიაში ხატი გაძარცვეს, თლიანად წაიღეს ყველაფერი რა და ნუ მამაოს ხელეწიფებოდა პატიება, არ პატიება, თან არ ხელეწიფება მამაოს. ანუ ამ შემთხვევაში ვკითხულობ, უნდა ჩვენ უნდა ვაპატიოთ ეს ჩვენ ხელში თუ არა რაღაც სხვა მიზეზების ეხლა არ ვამბობ სპეციალურად ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა დიახ ძალიან ხო ერთ შემთხვევა მქონდა მე არა მე კი არ მქონდა შემთხვევა მიამბო ერთმა ღუდელმსახურმა ყოფილმა ღუდელმთავარმა დაახლოებით ალბათ გასული საუკუნის 53 წლების ამბავი მასთან მივიდა ერთი ქალბატონი და ჩააბარა ხსარება და იგი აღმოჩნდა, რომ ომის დროს თანამშრომლობდა დღესაც ეს თემა შემოვიდა, ხო, გერმანელ ფაშისტებთან. თანამშრომლობდა აი იმ დაჯგუფებასთან, რასაც SS-ი ქვია. და მისი ხელები დასვრილი იყო, არ ვიცი მე რამდენი ადამიანის სისხლში. ხო? იყო პირდაპირ საკუთროდ იმეტებდა ამათ. და ასე არის ხოლმე სულს ჩვენ ვერ ვუბრძანებთ ვერაფერს რომ გონია ცოდვილ ადამიანს რომ რა უჭირს მე ასე იქნება მთელი ცხოვრება სულს ისეთი ავტონომია აქვს ტერიტორიული ხვაბობდა სული ბუნებით ქრისტიანია და როდის იხულებს ეს ქრისტიანობა შიგნით ადამიანი გონებით კი ვერ აკონტროლებს ხოლმე ძალიან ხშირად და მოვიდა და უთხრა ესე როგორი სათქმელია მითხარით და არ თქვათ რომ ასე ადვილია თუ მართლა განიცე ძალიან ძელი სათქმელია აღსარებაში ყველაფერი ხო შენ იცი ამ ცოდვის სიმძიმე და მართლა გრცხვენია ღმერთის რომ ხო იცი რომ ღმერთმა იცის და გრცხვენია მისი განა ეს ნორმალური ადამიანური მდგომარეობა არ არის ასე უნდა იყოს და როდესაც ჩვენ ვიღიმებით ზოგიერთ ცოდვას რო ჩამოთვლით ვაიმე განვიკითხავ რა ამბობენ ხოლმე ეს სიკაკრუცის თემა არა რო განიკითხავ ეს ღმერთმა დაგიფარო და აი იმ სიბნელისკენ მიმავალი გზა ხო და აი რა ჩვენ უფლება არ აგვაქვს რაღაცა ისეთი ემოციურად ძალიან მოდიდება რომ უთხარი რომ ეს ადამიანური წარმოუდგენელია და უთხარი რომ რამდენიმე წლის განმავლობაში მოგცემთ ეპიდემიას ანუ აი რა უნდა ილოცოს, რა უნდა გააკეთოს, როგორ უნდა იმარხოს და თქვენ ასრულეთ და მე ღმერთი გადაწყვეტს ამას. ნუ მე ვერ ხო? ხო? ღმერთი გადაწყვეტს გამოცდილ სული არ ადამიანებს ელბარგი ვით რომ ისიც აი ეს რაღაც საოცარი რა ღვთისმოწყალება ჩვენ ვიცით რომ უკიდე განვა მაგრამ ჩვენ კი არ უნდა განვცადოთ იგი რამ ხელა ეყოფა თუ არა ხელაღებით რომ სულ მუდმივად ვითომ ყველაფერს მიუტევებთ და ის პირადული საკითხი იმიტომ წამოვწია შენ რომ შეგემთხვა შენ თვითონ აპატიებდი ამას საქართველოს რო გავუკეთეს ამიტომ არის ადვილი საპატიებელი საქართველოს რომ მოუკლეს ილია მართალი ამიტომ არ გაინტერესებს ვინ მოკლა რა ჯიშისამ რა გვარისამ რა შთამომავლობისამ რას დაემორჩილა ამისთანას და ვაპატიეთ და ძალიან ბევრი ილიას მკვლელის სახელი საქვეყნოდ გავხადეთ ცნობილი და ისეთი პარადოქსებია საქართველოში რომ ზოგიერთ ბოლშევიკს ისეთი არაფერი გაუკეთებია ამდენი საშინელება როგორც ამათ გააკეთეს და მათი სახელობები მივანიჭე და მათ შთამომავლობა ლამის პიედესტალზე ავიყვანეთ საქართველოს ჩვენი საფიცარია ყველაფერია ყველა კი არ გვასწავლეს როგორც უფალი მამულიც ერთია ქვეყანაზე და ეს უბრალო სიტყვები კი არა ეს ამაზე ტომები შეიძლება დაწერო აი რა იყო ჩვენთვის ჩვენი სამშობლო ქვეყანა და რა არის ამისთან რა არის რომ შეიძლება უფალთან რაღაცით გაუტოლო იმიტომ რომ უფლისავე მამულია ეს უფალმა გითხრა რომ აი ამას მოუფრთხილდები ესე იგი მე მიფრთხილდები როგორც მოყვას ისე და მოყვასე თუ თქვა სამშობლოზე რა გასაკვირია ესა
და აი რა ვიცი ხლა იმდენი რამე მოდის. მამო თუ შეიძლება ეს ტიპი პირადი კითხვა მაქვს რაღაცა პროფილი მოვაწყე, მაგრამ უნდა კითხოთ აუცილებლად გეფიცები. ხო არ კითხოთ რამე ისე. იმიტომ ძალიან გულჩვილი გულჩვილი გახდით ძალიან რაღაც ყველაფერზე ცრემლი დღეს აი ზემოთაც აი უბრალოდ კულუარულად საუბრობდი და რაღაცა და რა მიცის ეს მამო ასაკმა არა მარტო ასაკი არ არის ხა ისეც მოგიყვა 70 წლის არის ისე შემჭავს უკან არ მოიხედება აი ეგრე არ არის თლად ეს ის მესამეჯერ ცრემლი წამოგივიდეთ მამო თუ შეიძლება აი რასთან არის დაკავშირებული ეს აი ანუ რაღაცა აი გეხვეწებით იმიტომ ძალიან ბევრს ექნება და არა ეს ქვეცნობიერიდან მოდის ამას გონება ვერ აკონტროლებს და ეს ქვეცნობიერიდან ანუ შიგნის შინაგანი სამყარო აბსოლუტურად ვერაფერს ვერ გეტყვით როდის ძალიან დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ იმისაც რომ ჩემთვის ძალიან დიდი მაგალითია და ბევრი ადამიანისათვის მამო რა იმიტომ რომ ესეთი ჩამოყალიბებული ესეთი გადავიდეთ სხვა ხო არა იცი რატო რომ მამო კულტურულად რა კარგია რომ როგორი ცოდვილი ვარ ეს არ იცით ეს კარგი